ერთ-ერთი საექსპორტო პროდუქტით განვაგრძობთ ეთერს, საუბარია ღვინოზე, ფართო ჭრილში ვისაუბრებთ დღეს ამ პროდუქტზე, ამ თემაზე ზოგადად, თუმცა ერთი მიმართულება იქნება სატარიფო ომის გავლენა. რადგანაც სიდიდით მეორე საექსპორტო პროდუქტი ჩვენი ქვეყნისთვის შეერთებულ შტატებში, როგორც საექსპორტო ბაზარზე, სწორედ ღვინოა. ჩვენი სტუმარია ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა. მოგესალმებით ბატონ ლევან და მადლობას გიხდით სტუმრობისთვის. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ბატონ ლევან, სანამ სატარიფო ომების გავლენაზე გადავალთ და ზოგადად ამ გაურკვევლობის გავლენაზე, მინდა გკითხოთ ხარისხის კონტროლის ბოლო შედეგებზე, ვიცით რომ დღეს უნდა განახლებული იყო მონაცემები, რა შედეგები გვაქვს და არის თუ არა ვთქვათ ტრენდიდან გადახვევა, ასე ვთქვათ. კი, ნამდვილად ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ღვინის ეროვნული სააგენტოსი გახლავთ სწორედ ხარისხის კონტროლი, უფრო ზუსტი ტერმინი რო ვიხმაროთ, ეს არის შესაბამისობის კონტროლი, პროდუქციის შესაბამისობის კონტროლი. ამ ხრივ ჩვენ ძალიან ფართომასშტაბიანად ვიმუშავეთ პირველ კვარტალში, კერძოდ სახელმწიფო კონტროლის ინსტრუმენტი გამოვიყენეთ 88 სხვადასხვა მარანში, აღებული იქნა უამრავი ნიმუშები, შესაბამისად ჯერჯერობით ეს ნიმუშები ყველა ლაბორატორიაშია გადის შესაბამის შემოწმებებს და უახლოეს დღეებში გვექნება ამ სახელმწიფო კონტროლის შედეგები ცნობილი. გარდა ამისა გვაქვს საინსპექციო კონტროლის ინსტრუმენტი, სადაც 40-ზე მეტი კომპანიის ნიმუში შევამოწმეთ. იყო გარკვეული დარღვევები, დაახლოებით 3 კომპანიაში აღმოჩნდა მცირედი დარღვევები, რაც რა თქმა უნდა შესაბამისი რეაგირება მოყვება. პლუს გარდა ამისა, მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ჩვენ საინსპექციო კონტროლში გვეხმარება საერთაშორისო კომპანიები, SGS და Bureau Veritas-ი, რომლებიც ჩვენი კონტრაქტორებია და უკვე უშუალოდ საბაჟო გამშვებ პუნქტზე იღებენ ნიმუშებს და ამოწმებენ დამოუკიდებელ ლაბორატორიებში ქართული ღვინის ხარისხს. ამ შემთხვევაში 29 მაპატიეთ კომპანიის ღვინო შემოწმდა და ამ შემთხვევაში დარღვევები არ აღმოჩენილა. ანუ რომ შევაჯამოთ, მაინც მინდა უფრო შეჯამების ხასიათი მივცე ამ შესაბამისობის კონტროლის მექანიზმის მუშაობას. ეს დაკვირვება წლების განმავლობაში რას აჩვენებს? ეფექტიანობა გაზრდილია თუ არა? ანუ ეფექტიანობა აჩვენა თუ არა ამ მექანიზმმა და ხარისხი გაზრდილია თუ არა? შესაბამისად, ანუ პირდაპირ პროპორციულად დარღვევების რაოდენობა შემცირებულია. რა თქმა უნდა, მოდით კიდევ ერთხელ ეს პირდაპირ თქვათ არ არის კლასიკური გაგებით ხარისხის კონტროლი, ეს არის შესაბამის რაც ნიშნავს იმ ფიზიკო-ქიმიური თუ უსაფრთხოების მაჩვენებლების შესაბამისობას კანონთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლის უსაფრთხოების კუთხით. ეს ყველა კომპონენტი, თქვენ თვითონაც ციფრებიდან დაინახავთ, არის ძალიან მაღალი და გადაცდომები არის ძალიან მცირე, თქვათ არა უმეტეს 3-4%-ისა და ეს გადაცდომებით ძირითადად არის უფრო რაღაც ტექნიკური ხასიათის, მაგალითად ვინც მეღვინეა გაიგებს, თქვათ მქლოლავი მჟავიანობა არ ჯდება იმ ნორმაში, რაც არის განსაზღვრული კანონში, ან რაღაც მსგავსი, რომელთა გამოსწორებაც შესაძლებელია. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ან უყურადღებობის გამო, ან სიჩქარის გამო კერძო კომპანიას არ მოაქვს შესაბამისი ნიმუში, ამ შემთხვევაში იწერება შესაბამისი ჯარიმები. ასე რომ საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მივდივართ იქითკენ, რომ ქართული ღვინო უნდა იყოს უნიკალური და უზადო. ამ თემას ჩვენ ცოტა მოგვიანებით დავუბრუნდებით, კიდევ ერთ ნაბიჯს დგამთ, როგორც ვიცით, ამ მიმართულებით. მანამდე მაინც მინდა რომ გადავიდე რა თემითაც დავიწყე და ანონსება ჩვენი შეხვედრის, ბატონ ლევან, სატარიფო ომები, რომლის წინაშეც ახლა მთელი მსოფლიო დგას და ეკონომიკის თითქმის ყველა მიმართულება, თუმცა ამ კონკრეტულ ღვინოსთან მიმართებით ჯერ დაანონსდა, შემდეგ გადავაძდა, თუმცა აი ესეთი გაურკვეველი ტარიფების პირობებში და ზოგადად ესეთი გაურკვევლობის მიმართ რამდენად სენსიტიურია ღვინის სექტორი და განსაკუთრებით ღვინო როგორც ჩვენი საექსპორტო პროდუქტი, რომლის გაზრდაზეც თქვენი სააგენტოც მუშაობს, ხო და ბაზრების დივერსიფიცირებაზეც მუშაობს. მოდით თავდაპირველად ზოგადი ინფორმაციით დავიწყოთ.
სწორედ აი რამდენიმე დღის წინ ვაზის და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა 2024 წლის სტატისტიკური მონაცემები. ამ მონაცემების მიხედვით ყველა ღვინო, რაც ისმევა, ასე ვთქვათ, მოიხმარება მსოფლიოში, აი ამ ყველა ღვინის 47% არის იმპორტირებული, ანუ სხვა ქვეყნის წარმოშობის. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამ ციფრიდან ხვდებით, რომ საერთაშორისო ვაჭრობა ამ დარგში არის ძალიან მნიშვნელოვანი. მათ შორის თუ ავიღებთ ცალკე ამერიკის შეერთებულ შტატებს, ის გახლავთ თანხით ყველაზე მეტი, ყველაზე დიდი და მსხვილი იმპორტიორი, კერძოდ 2024-ში 6 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების ღვინო შევიდა ამ ქვეყანაში. ასე რომ, რა თქმა უნდა, ახლა ცალსახად რომ ვთქვათ, რომ არანაირ გავლენას არ მოახდენს, ესე არ იქნება. უკვე შეინიშნება ზოგიერთი ევროპული ქვეყნისგან და ჩვენ ამ ინფორმაციას ჩვენი ამერიკელი პარტნიორი გვაწვდის. ისინი შეაჩერეს თქვათ მარკეტინგული აქტივობები და ელოდებიან სწორედ აი ამ 90 დღის გასვლას, ასე ვთქვათ, და როგორ განვითარდება მოვლენები იმას. ანუ სიფრთხილეს იჩენენ ამ შემთხვევაში ამ ეტაპზე. თუმცა აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე იმპორტის თვალსაზრისით ყველაზე ძვირი ღვინო შედის სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ზოგადად არა მარტო ჩვენი, მათ შორის ჩვენიც კი, რა თქმა უნდა, თუ საშუალო ფასი ქართული ღვინის საექსპორტო ფასი ლიტრზე გადათვლის არის $3 ვთქვათ, ოდნავ მეტი, ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში ეს $5 მეტია. ასე რომ, აი ბევრად მეტია საშუალო მაჩვენებელზე ქართული ღვინის შემთხვევაში. მათ შორის სხვა სხვებისთვისაც. რატომ ვამბობ ამ ფაქტს? ზოგადად ალბათ დამეთანხმებით, ეს არა მარტო ღვინოს ეხება, რაც უფრო ძვირია პროდუქტი, პრინციპში მით ნაკლებად აღიქვავს მცირე ფასის ცვლილებებს. აქედან გამომდინარე, ვთქვათ, ესეთ რადიკალურ ცვლილებებს არ ველოდებით, განსაკუთრებით იმ სეგმენტში, სადაც ჩვენ ვართ. შესაძლებელია პირიქით მაგ სეგმენტში დამკვიდრება შეუწყოს ხელი. მაკეთკენ მიმყავდა საუბარი, უფრო შეეხება მასიური წარმოების ღვინოს, ვთქვათ, სუპერმარკეტების ღვინოს, რომელიც ფასის მიმართ ძალიან სენსიტიურია. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ თუ ცალკე ავიღებთ ამერიკის ბაზარს, ეს შესაძლოა საქართველოსთვის აღმოჩნდეს შესაძლებლობა, იქიდან გამომდინარე, რომ ვთქვათ, ევროკავშირს ეხლა რაც არის მოცემულობა, ორჯერ მეტი ტარიფი ემუქრება და საქართველოს გახლავთ ყველაზე ნაკლებად მოწყვლად, ანუ ყველაზე ნაკლებისად კი მოხვედრილი. შესაბამისად, თუ ცალკე ავიღებთ ამერიკის ბაზარს, ვფიქრობ, რომ ეს შესაძლოა აღმოჩნდეს შესაძლებლობაც კი, რომ უფრო დავიმკვიდროთ ადგილი ამ ბაზარზე, ну, სამწუხაროდ სხვა ქვეყნების ხარჯზე, მაგრამ ჩვენთვის კი გადავაგებები ხოლმე. ერთი რასაც აღნიშნავდი, შესაძლოა ამან ევროკავშირის ბაზარზე მოახდინოს გარკვეული კორექტირებები, იმიტომ რომ ის ღვინო, რაც პოტენციურად უნდა დასულიყო ექსპორტზე ამერიკაში, დარჩება ევროკავშირში და საკმაოდ იაფად ალბათ მსგავსი მოვლენა იყო კოვიდის დროს, როდესაც ევროზონაში ღვინის ფასი მკვეთრად დაეცა და გარედან შედანა, რომელიც უფრო ძვირი ჯდება, რა თქმა უნდა, საკმაოდ პრობლემური იყო. ამიტომ ხო ბატონო, მე აუცილებლად მინდა მოვასწრო და ძალიან მოკლედ კითხოთ რთველთან დაკავშირებით ცვლილება, ფასის დივერსიფიცირება დაანოს და რას ემსახურება ეს, იმიტომ რომ დროში ვიზღუდებით და მაინც კიდევ ამ თემაში ვხებოდი. ყველაფერი დღეს რაზეც ვისაუბრეთ, მე მგონი მაყურებელი ხვდება, რომ ამ კონკურენციის და ამ გლობალური ბაზრის პირობებში არ შეიძლება კომპრომისი ხარისხის ხარჯზე. ხარისხი უნდა იყოს ყოველთვის უნიკალური, საუკეთესო და ხარისხი იწყება და ხარისხის მთავარი კომპონენტი არის ყურძენი და ვენახი. შესაბამისად, ჩვენ ბევრ ცვლილებას გვეგმავთ ვენახის მიმართულებით და მათ შორის ერთ-ერთი მთავარი იქნება ის, რომ
ყველა ხარისხის ყურძენი ერთი ფასით არ ჩაბარდება და იქნება დივერსიფიცირება ხარისხის ამ თემაზე ბატონ ლევან ეხლა ვეგიპირებთ რომ შევხვდებით კიდევ უფრო და ვრცლად ვისაუბრებთ ხო როდესაც რთველი უფრო მოგვიახლოვდება დიდი მადლობა სტუმრობისთვის ჩვენი სტუმარი იყო ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა